ცოტა ყავა და ბევრი ჯორი. თაკო გაჩეჩილაძეზე გვაქვს საუბარი, რომელმაც გაიკეთა მეორე ცხვირის ოპერაცია, მაინც ასე ვიტყვი, მეორე ცხვირის ოპერაცია და დაზუსტებით. ოპერაცია კი, გავარკვიოთ, საერთოდ მარტო ცხვირის ოპერაციაც არ აქვს მე მგონი ამ გოგონას გაკეთებული. ჩემთან იყო ერთხელ გადაცემაში და ამაზე ღიად ისაუბრა, რომ რაღაცები აქვს კიდე იქ. მაშინ ვკითხოთ კიდე რა აქვს გაკეთებული. და გავარკვიოთ საბოლოოდ. და საერთოდ რატო გაიკეთა? საერთოდ რატო გააკეთა, ან საიდან აქვს ამდენი ფული, ან რისთვის ემზადება? რისთვის ხომ არ ამზადებს საკუთარ face-ს? ხომ არ დაარტყეს? შეიძლება. ყავს მამაკაცი მას? ეს შემთხვევა იყო ადრე გახსოვს ნინა წკრიალაშვილს. შეიძლება. ალო. თაკო. გამარჯობა, ეს არის გადაცემა ცოტა ყავა და ბევრი ჯორი, გიორგი ნაზღაიძე და უკვე თიკო სადუნიშვილი გირეკავთ, როგორ ხარ? გამარჯობა გიორგი ნაზღაიძე და თიკო სადუნიშვილი. როგორ ხარ თაკო? კარგად, მე როგორ ხარ? ჩვენც კარგად. ჩვენი რა, თაკ მაინც შევხვდეთ ეს. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რომ მე გავიგე ასეთი ჭორი, რომ თაკო გაიკეთაო მეორე ცხვირის ოპერაციაო, მაგრამ ასევე მომივიდა ჭორი, არო მეორე არო, მაგას მე-15-ს აქვს გაკეთებული უკვე ცხვირი და. და მე რამდენია გვითხარი? მეორე უფრო მართალია. მეორე მე-15. მე-15 და რატომ? არა, 15 ჯერ გაიკეთა. კაი, მეორჯერ მართლა გაიკეთე თუ არა, თუ ჭორია უბრალოდ? არა, მეორეჯერ როდის იყო რომ გავიკეთე ომის დროს და ეხლა რატო გაახსენდათ ჩემი ცხვირი? ანუ ორჯერ გაქვს გაკეთებული, უბრალოდ ეხლა გაახსენდათ. არა, ორჯერ აკეთე. ჯერ სათხარ რამდენი გაახსენდებათ ისე დიდ დროა. ეგ იყო მეორე. ანუ ეხლა რატო გაახსენდათ ცხვირი, ვერ გავიგე, ძალიან დამაინტერესდა ხო? ხო, არ ვიცი. ნუ ჩვენამდე ასე მოვიდა. შენ არავის არ ახსოვხარ და ცხვირი რატო ახსოვთ ხო? მაინც და ხო, მაინც. ვერ მივხვდი, რატო მოუნდა ჩემი ცხვირი? მოდი გითხარი ისე ორჯერ რატო მოგიწია მაინც და მაინც გაკეთება? იმიტომ რომ მე გავიკეთე სულ თავიდან, ეს იყო როდესაც გამიკეთა დათო ციციშვილმა და იყო ძალიან ადრე და საკმაოდ გამირთულდა ეს ცხვირი რომ გავიკეთე. და უჩივლე დათოს. და დაემართა ქეთა თოფურიას და მან მირჩია და მითხრა რომ აი ეს ჩემი ქირურგია ის ძალიან მაგარია. მე დავედი მოსკოვში გავიკეთე იქ და ეს იყო 5 წლის წინ და საიდან გაახსენდა და მომწონს რომ სხვა არაფერი არ აქვს გარდა რომ ილაპარაკონ ჩემს ცხვირზე. ეხლა თაკო რა მოხდა იცი სამ შენ დაგირეკავდი თიკომ დაამატა ესე იგი ჭორი რომ თაკოს ცხვირის გარდა კიდე აქვს სხვა რაღაცები გაკეთებულიო. და მოდი გითხარი რა მე რა კარგი და რისთვის ემზადები ამ ოპერაციებით თაკო? ვიზას ელოდები ხო ისე? რისთვის ემზადები? ხო. ვიცი რომ ვიზასაც ელოდები და დიდი შოუ ბიზნესისთვის. დიდი შოუ ბიზნესისთვის არა? მის მსოფლიოზე გადავწყვეტ. ანუ და თიკო იძახის რომ ვიზას ელოდები ქვეყნიდან ხომ არ აპირებს ასვლას. ანუ სხვაგან გააგრძელო შენ მუსიკალური კარიერა. თიკო რაღაც არ არის მის არაფერი აღარ ისმის. რა გჭირდა და ანუ არ აპირებს ასვლას ქვეყნიდან? ან გამიხარდება და დიდი სიამოვნებით, მაგრამ მე მგონი რაღაცა მაინც რეალობასთან ახლოს. ანუ არ თიკო ხო ხედავ არც ერთი ჭორი არ ყოფილა მართალი ესე. არა, მართალი როგორ არ ყოფილა მე ვიცი რომ თაკოს უნდოდა წასვლა და გაეგრძელებინა მოღვაწეობა, ანუ უკვე მსოფლიო ვარს ყოფილი. ეს ჩვენც ვიცოდი ადრე დაუკავშირდით. ხო, ამერიკაში მიდიოდა და ვიზა არ ჩაურტყეს და კიდე ცადებედი. ესე სწორედ იყო 6 წლის წინ და ხო და ეხლა არ გიცდია 6 წლის მერე? 10 წლიანებს არ ტყავენოთ. მე მაქვს. აი, ძალიან ბევრი რამეები მოხდა და რაღაცა ესე ადვილი არ არის აღმოჩნდა და ისე რაღაცებიც იყო და რა ვიცი, ხალხი ძალიან კარგად გამახსენეთ ეგ ამბავი და შეიძლება ეხლა ვცადო. ხო, მაგრამ ეხლა ბოსტონში ტერაქტი რომ მოხდა, მე მგონი გაართულეს ვიზების გაცემა. სად? ბოსტონში ტერაქტი ხო მოხდა ეხლა რამოდენიმე კვირის წინ და ამის გამო მე მგონი გაართულეს. თაკო ტერორისტს არ გავს. მაგრამ საქართველო მაინც. საქართველოდან პრობლემა იქნება. კარგი თაკო, უღმესი მადლობა რომ ჩაგვერთვე გემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებ. ცოტა ყავა და ბევრი ჯორი.